ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა ბერძნული კულტურის, ანტიკური კულტურის, ანუ ძველი კულტურის სახის არსებობა, მაინც გახლავთ პოლისის სტრუქტურა. ანუ ქალაქი, რომელიც აძლევდა ადამიანებს დამოუკიდებელ მოქალაქეებად ყოფნის შესაძლებლობას და ეს ყველაფერი აისახებოდა კულტურაზეც. მე ძალიან ბევრჯერ, როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე, თითქმის ყველა ჩვენ შეხვედრაზე ვიმეორებ იმას, რომ დღეს გვაჯერებენ, რომ კულტურა და ხელოვნება, პოლიტიკა გამიჯნულია. აი, ყველაზე დიდი ბოდვა რაც კი შეიძლება იყოს, იმიტომ შეუძლებელია კულტურის, ცივილიზაციის განვითარება თავისუფალი პოლიტიკური გარემოს გარეშე. სტაბილური, რა თქმა უნდა. და სწორედ ამ სტაბილურობამ, ამ ქალაქურმა ყოფამ და თავისუფალმა მოქალაქემ მოახერხა ის, რომ საბერძნეთმა თავისი სიტყვა თქვა მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში. და დღეს ეს ყველაფერი, ხო, დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო მეტად მძაფრად წარმოაჩენს იმას, რომ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული თავისუფალი გარემო ამ კულტურული განვითარებისთვის. ამას დღეს უკვე კარგად ვიაზრებთ უფრო მეტად.